გარჩა სამი ფინალი, ახლა წარდგენა ის გახლავთ. ნიკო ფალიანი, წითელი კუთხე, თბილისი. ქუთაისელებს ერთი ფინალისტი ყავდათ გოგონებში, მან ვერცხლის медаლი მოიპოვა სალომე შაშიაშვილმა და ეხლა მათი მეორე ფინალისტი საბათ უნიკადა. თბილისელებს ეყოლებათ კიდევ ერთი მოკრივე. ეს იქნება ერეკლე ჩუბინიძე შემდეგ წონის კატეგორიაში. ტვინიკაძე ყოფილა საქართველოს ჩემპიონი 2023 წელს 75 კილოგრამამდე წონაში კარგად მართავს. ბარნოვია მსაჯი რინგზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საკმაოდ გამოცდილი მსაჯია წლებია მსაჯობს უნიკაძეც ისეთი კარგი აგრესიული შემტევია. ჩანს გატარდება დარტყმა ძლიერი დარტყმა ასე გაუჭირდება ფალიანს ვატყა ეხა მარცხენა ხუთი დაბო წინა ხელით ტვინიკაძემ ტვინიკაძე ისე შედეგიანი დარტყმა ჰქონდა ეხლა მარჯვენა ხუთი ფალიანსაც. თუმცა ტვინიკაძე შეიტევას აგრძელებს. რითავს ფულებს ტვინიკაძე
რა თავის შოუს მოწყობასაც ცდილობს კლინიკაზე ვერ ვიტყვი არ გამოსდის მოიგო მან პირველი რაუნდი ეს ისე თვალსაჩინო და ჩვენი შეხედულობით არ შეცდარვარ 10-9 არის რუსთაველმა საჯმა მისცა 10-8 დანარჩენმა საჯმა 10-9 კლინიკათის სასარგებლოდ დაგრჩება ორი შეხვედრა პირველ და მეორე ძიმე ზონებს შორის შეუტი ახლა ნახეთ მუცელშიც მოვატყა და შემდეგ თავშიც დააყოლა ხალიანმა. შეტევაც მისი იყო. შემდეგ ვინიკაძის შეტევაც მოიგერია. პირველ რაუნდში უფრო დამაჯერებელი იყო, არა გულიკა. მეორე შექონდა იგი ჩვენიერ მარცხენა ხუთი ქონდა ეხა ფალიანს იგებს რა თქმა უნდა, მაგრამ ნაკლები უპირატესობთ. გაფრთხილება ხალიანს თავი ქონდა ძალიან დაბლა დაწეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის წააგო ლუკა ხალიანმა. კი ბატონო, აქ ესე 10-9 უნდა იყოს, 10-9 აღარ უნდა იყოს, მაგრამ გაფრთხილება იგივე 10-9 არის. ამ მომენტში რა ხდება? შეიძლება იფიქროს ვერტიკალ საჯმა რომ ეს იყო თანაბარი ბრძოლა და გაფრთხილების ხარჯზე დააკლონ და გამოვიდეს 10-9. ესეც შეიძლება ვიფიქროთ. ხო, 10-9 ვიფიქრებ საჯთან და მინუს გაფრთხილება. ანუ არის 27-20-საჯთან 20-16. ერთსან ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, რომელიც ბათილდება, ვიცი, ვადაზე ადრე შეწყდეს. ბრძოლის. ხულებით ვეღარ მიგეს ხალიანი და ნუ ისაც სასწრაფო ვთქვათ
რაც იყო ეს მოსალოდნელი. ქუთაისელებსაც ექნებათ ერთი ოქროს მედალი და ერთიც ვერცხლი. მესამე რაუნდი. მოარტყა ხა მუსალში ჯერ მარჯვენა სპონსორი არა, მაგრამ შემდეგ მარცხენა ხუქი შედეგიანი იყო კინიკაძის. ну კარგი შოუმენიც არის ხა ყველაფერთან ერთად კინიკაძე ხუთას დაასრულებს, როგორც გითხარით, ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლი თბილის ექნება აი ამ ბრძოლის შემდეგ. 4 ოქროს მედალი, 2 ვერცხლი და 8 ბრინჯაო კიდევ ერთ თბილისელი უნდა იყოს შემდეგ ზონაში. ერეკლი ჩუბინიძე, რომელიც შეხვდება რუსთაველ ლუკა კვირიკაძეს, ეს იქნება 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორია და აქვს ფინალი ეს და შემძიმე წონა ბექა წერედიანი და ნიკოლოზ ბეგაძე. დასრულდა ეს ბრძოლა, საბა კვირიკაძე არის ჩემპიონი 85 კილოში, მეორე ადგილი გაიკავა ლუკა ფალიანმა და მესამე ადგილზე გავიდნენ თბილისელი ლუკა ხაბელაშვილი და მარნეულელი გიორგი შუბითიძე. კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მიულოცოთ ქუთაისის კრივის სკოლას უთათურებს სადაც დიდი სკოლა თავის ისტორიით თავის წარსული დღევანდელობით ბევრი სახელოვანი მოკრივე გაუზარდა საქართველოს